გამარჯობა ჩემო მეგობრებო. ამ ვიდეოში მოგიყვებით ხის ეკოსახლების შესახებ და თუ ოდესმე კოტეჯის ყიდვით დაინტერესებულ ხართ, ვეცდებით ძირითადი წარმოდგენა შეგიქმნათ. ამ თემას კიდევ ხშირად შევეხები, ასე რომ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერაც არ დაგაუწყდეთ და დავიწყოთ. როცა ხის კოტეჯებზე საუბრობთ, პირველ რიგში სიმშვიდე, სიწყნარე და ეკოლოგიურობა გვახსენდება. ხე ცოცხალი მასალაა, ის არ გამოყოს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რაც სამწუხაროდ სხვა სამშენებლო მასალებში ხშირად ხდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ სახლში, რომელიც თვითონ არეგულირებს ტენიანობას და აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. და ეს მარტო კომფორტი არ არის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეულწილად ჯანმრთელობის გარანტია, იმიტომ რომ ხის ეკოსახლში მინიმუმამდეა დაყვანილი ალერგიის რისკი და განსაკუთრებით კარგი არის ბავშვებისთვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ხე საკმაოდ ენერგოეფექტურია, მისი უჯრედოვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს კარგ თბოიზოლაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარში უფრო მეტი სითბო გაქვთ, ხოლო ზაფხულში უფრო სასიამოვნო სიგრილე, ასე რომ კომფორტი და ეკონომია ერთად გაქვთ აი ამ გათბობისა და გაგრძელების გადასახადების შემცირების ხარჯზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომხმარებელს აინტერესებთ ხოლმე, ეს არის ხის სახლების სეისმომედეგობა. გამომდინარე იქიდან, რომ ხე მოქნილია და გააჩნია დრეკადობის უნარი, მას როგორც სამშენებლო მასალას უფრო მდგრადს ხდის მიწისძვრების მიმართ. რაც დამატებითი სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიაა თქვენი ოჯახისთვის და აქვე მინდა გაჩვენოთ ერთი მიწისძვრის ექსპერიმენტის ვიდეოც. შემდეგი მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო სასიამოვნო საკითხი ეს არის ხის ეკოსახლების უნიკალური დიზაინი. ის რაც ხის კოტეჯებში მოგწონს, პირველ რიგში მისი ვიზუალური მიმზიდველობაა. ხე ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას და ამიტომაც არის ხოლმე რომ ხის სახლებზე პირველ რიგში გვახსენდება მწვანე მდელოები, ტყე და ხეები. დღეს არსებული ტექნოლოგიებით კი შესაძლებელია როგორც ტრადიციული ან ქართული მოტივების მქონე, ასევე ულტრათანამედროვე და მინიმალისტური დიზაინის მქონე ეკოსახლების მშენებლობა. ვიზუალზე, დიზაინზე და ზოგადად ტიპებზე კიდევ მეტი უნდა ვთქვათ, იმდენად ლამაზი და მიმზიდველია ხის ეკოსახლები და არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი გემოვნების საცხოვრებელი შექმნათ. პირველი, რაც შეიძლება ხშირად მოხდეთ თვალში, ეს არის A-frame სახლები. ეს არის უნიკალური სახლები თავის დახრილი A-ფორმის სახურავით, რომელიც თანამედროვე ესთეტიკით გამოირჩევა. იდეალურია მათთვის, ვისაც ორიგინალური და ბუნებასთან შერწყმული დიზაინი მოსწონს და ამ ტიპის სახლები განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათ შორის ჩვენთანაც ბოლო პერიოდში. შემდეგი ეს არის მორების კოტეჯები, რომლებიც უფრო კლასიკური ტიპია და ეს მასიური დამუშავებული მორებით შენდება. ეს კი უფრო ტრადიციულ, რუსტიკულ და განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის და ამ ტიპის სახლებს ირჩევენ ხოლმე ძირითადად ის ადამიანები, ვინც უფრო ბლოკის სახლის ალტერნატივას ეძებენ და არა ვთქვათ საკოტეჯე ვარიანტს. არსებობს ასევე კარკასული ხის სახლები, რომლესაც სწორედ ეს ხის კარკასი გამოარჩევს, რაც საშუალებას იძლევა მოიწყოს უფრო დიდი და ღია სივრცეები, აი ფართო ფანჯრებით. მორებისგან განსხვავებით, თუ უფრო თანამედროვე და დიდი ვიტრაჟები გიყვარს, მორებს უბრალოდ არ უხდება, აქ კი თავისუფალი ხარ როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის ნაწილში. და არსებობს ასევე მოდულური ხის სახლები, ეს უფრო ინოვაციური მიმართულებაა, რადგან სახლი მთლიანად მზადდება ცალკეული მოდულების სახით, ქარხნულად და შემდეგ უკვე ადგილზე იწყობა. ამ ტიპის სახლების თავი უპირატესობა ეს მშენებლობის სისწრაფე და ხარჯების ეფექტურობაა. ეხლა რაც შეეხება მინუსებს, ანუ ხის სახლების შემთხვევაში, პირველი რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის მოვლის საჭიროება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დაგჭირდეთ გარე ზედაპირის დამუშავება სპეციალური ლაქებით ან საღებავებით და ამის შესახებ დაგჭირდებათ უბრალოდ ცოდნა. მე როგორც გავარკვიე ძვირი სულაც არ ჯდება, თქვენ უბრალოდ სამშენებლო კომპანიას ამ საკითხშიც უნდა მოთხოვოთ გათვითცნობიერება. ასევე ერთ-ერთი მინუსი, რასაც უჩივიან ხოლმე მომხმარებლები, ეს არის ხმის იზოლაცია. მიუხედავად იმისა, რომ ხეს აქვს გარკვეული ხმის თანთქმის უნარი, თუ სახლი ახლოსაა ხმაურიან ადგილთან, მაგალითად გზასთან და ასე შემდეგ, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებით ხმის საიზოლაციო მასალების გამოყენება. თუმცა ხმაურიან ადგილებში რომ წარიყოთ, ხმის საიზოლაციო მასალების გამოყენება დაგჭირდებათ ასევე შიდა კედლებში, ოთახებში სიმყუდროვის შენარჩუნების მიზნით. რასაც გადავალე თვალი, ამ საკითხს საკმაოდ კარგად უზრუნველყოფენ ჩვენ ბაზარზეც არსებული ხის კოტეჯების სამშენებლო კომპანიები.
თქვენ არანაირად არ უნდა გამოგრჩეთ ამ საკითხზე სიღრმისეული ინფორმაციის მიღება, მასალებზე რაოდენობას და ასე შემდეგ, როგორც მინიმუმ ზუსტი ფასის დაანგარიშებისთვის. სანდო კომპანია გჭირდებათ, რა თქმა უნდა, ერთი არის რომ გარანტიები მოგცემ მშენებლობის შესახებ და მეორე რომ უბრალოდ დაგეხმაროთ რომ ამ ყველაფერში მარტივად გათვითცნობიერდეთ. რა საკვირველია უნდა შევეხოთ იმ საკითხსაც, თუ რამდენად კარგი ინვესტიციაა ხის ეკოსახლის შეძენა. ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, ხის კოტეჯების ფასი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ტრადიციული ბლოკის სახლების. ეს კი განპირობებულია როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი მოთხოვნებით ეკოლოგიაზე, ენერგოეფექტურობასა და უნიკალურ ესთეტიკაზე, ქალაქარე დასასვენებელ ზონებში, იმ ადგილებში, სადაც ბუნებასთან სიახლოვე უფრო ფასობს, ხის კოტეჯებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად გაზრდილი არის დღეს. მაშინ როცა ბლოკის სახლების ღირებულება სტაბილურად იზრდება და უფრო მეტად არის მიბმული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. ინვესტირება ხის კოტეჯებში, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, უფრო მომგებიანია ვიდრე სტანდარტულ ბლოკის სახლებში. ეს კი განპირობებული არის შემდეგი მიზეზების გამო. პირველი ეს არის მაღალი საიჯარო პოტენციალი. ხის კოტეჯები განსაკუთრებით აგარაკის ტიპის დასახლებებში გამოირჩევა ქირის მაღალი მოთხოვნით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებში. ეს კი ხანგრძლივად უზრუნველყოფს მაღალ და სტაბილურ შემოსავალს. შემდეგი ეს არის ენერგოეფექტურობით გამოწვეული დანაზოგი. ხის სახლების ენერგოეფექტურობა ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, რაც ზრდის მისწმინდა შემოსავალს, როგორც საცხოვრებელი, ასევე გასაქირავებელი მიზნით გამოყენებისას. ეკოტურისტული ბუმი. საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ზრდის მოთხოვნას ეკომეგობრულ საცხოვრებლებზე, რაც ხის კოტეჯების ფასს კიდევ უფრო გაზრდის მომავალში. და ასევე არის უნიკალურობა. ხის სახლის გამორჩეული ვიზუალი და ეს ბუნებრივი ატმოსფერო კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს მას ბაზარზე. ამასთან რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია საწყის ინვესტიციის მოცულობა, რადგან ხარისხიანი ხის კოტეჯის მშენებლობა შესაძლოა შედარებით ძვირიც კი დაჯდეს თავიდან. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხის კოტეჯი არ არის მხოლოდ ხარჯი, ეს არის გრძელვადიანი და მომგებიანი ინვესტიცია. პირველ რიგში როგორც აღვნიშნეთ, რომ თქვენ ზოგავთ ენერგო ხარჯებს მთელი წლის განმავლობაში, მეორე ხის სახლი არ კარგავს თავის ღირებულებას დროთა განმავლობაში, პირიქით ეს უნიკალურობა და ეკოლოგიურობა ზრდის მის ფასს მუდმივად და მესამე ეს არის ინვესტირება თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხში. მოკლედ, თუ ეძებთ ისეთი ინვესტიციას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არა მარტო შეინარჩუნებს, არამედ გაზრდის მის ღირებულებას და უზრუნველყოფს მაღალ საიჯარო შემოსავალს, ხის კოტეჯი განსაკუთრებით სწორ ლოკაციაზე და რა თქმა უნდა ხარისხიანი მშენებლობის პირობებში შესაძლებელია ჩაითვალოს უფრო მომგებიანი ინვესტიციად ვიდრე სტანდარტული ბლოკის სახლი. თუ დაგაინტერესათ კოტეჯების თემა, ან გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, სხვა ვიდეოებს უკვე ამის მიხედვით შემოგთავაზებ. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გისურვებთ ყველას მეტ შემოსავალს და მეტ სარფიად და ჯანსაღ გადაწყვეტილებებს.